გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებ ჩვენი შეხვედრების სერიას 10 წუთი გიორგი თავაძესთან და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემა იქნება რა არის ლიბერალიზმი და რატო გვჭირდება ის ყველას. ეს სათაური ავარჩიე იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებრივ სივრცეში ძალიან გახშირდა ლიბერალიზმის ლანძღვა. ჩვენ ხშირად გავიგებთ ისეთ ფრაზებს, როგორიც არის მაგალითად ლიბერალური ფაშიზმი, ეგრეთ წოდებული ლიბერასტები და ასე შემდეგ. ასევე ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ინტელექტუალებს უწოდებენ, ლანძღავენ ლიბერალიზმს, ან სხვადასხვა კონტექსტში, ზოგადად სოციალურ ქსელებში იქნება თუ სხვაგან, ლიბერალიზმი საკმაოდ აგდები და აბუჩად მოიხსენიება. ეხლა პირველ რიგში რა მინდა გითხრათ, 2010 წლის შემდეგ, როცა აკადემიურ სივრცეში შემოვედი, პოლიტიკური ფილოსოფიით ვიყავი დაინტერესებული და რაღაცები მიკვლევია მიმართულებით და გამიკეთებია, გარკვეული ცოდნა მაქვს, მოკრძალებული, მოდი ესე დავარქვათ. და სულაც მინდა გითხრათ, რომ ლიბერალად ჩემი თავი არ მიმაჩნია. თუმცა იმდენად შემაშფოთებელი სახე მიიღო ჩემი აზრით ამ ტენდენციამ და იმდენად რაღაცნაირად ესეთი აი ქუჩაში რომ მოხვეტავ რაღაცებს და გადაყარ ისეთი სახე მიიღო ლიბერალიზმის ლანძღვამ, რომ საჭირო ჩავთვალე ჩამიწერა ვიდეო ლიბერალიზმის დასაცავად ან წყალებში იმის ასახსნელად, რატომ არის ლიბერალიზმი კარგი, მათთვის ვისაც დაუშვათ შეიძლება ეგონოს რომ ლიბერალიზმი მართლაც რაღაც ცუდია. მოდი ეს სლაიდი ვნახოთ ჩვენ. ამ სლაიდზე გამოსახული არიან ილია ჭავჭავაძე და ცნობილი პოლიტიკური ფილოსოფოსი ჯონ ლოკი. ჯონ ლოკი, ინგლისელი პოლიტიკური ფილოსოფოსი, ლიბერალიზმის ერთ-ერთ საფუძველ ჩამყრელად მიიჩნევა. ილია ჭავჭავაძეზე ლაპარაკი ზედმეტია, ხო ის რა დიდი მნიშვნელობის ფიგურაა ჩვენი ერისთვის და ქართული საზოგადოების განვითარებისთვის, ის ყველაფერი რაც მან გააკეთა მე-19 საუკუნეში. და ილია იყო ლიბერალი. იმ პერიოდისთვის, მე-19 საუკუნისთვის ილიას ჰქონდა ლიბერალური შეხედულებები. თუნდაც ამან უნდა გვიბიძგოს ჩვენ, რომ ლიბერალიზმის აბუჩად აგდებას გარკვეული ეჭვით შევხედოთ. რა თქმა უნდა, ლიბერალიზმი მე-20 და მე-21 საუკუნეში განვითარდა, შეიცვალა, გარკვეული სხვა აქცენტები აიღო და ნებისმიერ იდეოლოგიის შიგნით ჩვენ შეიძლება გამოვარჩიოთ უამრავი ტენდენცია და ქვემიმართულება, თუმცა ხელაღებით რაღაცის ესე მოხვეტა და გადაგდება და დაცინვა და ცინიკური დამოკიდებულება, რომელიც დღეს ჩვენთან არის დამკვიდრებული, უბრალოდ მიუღებელი და დაუშვებელია. ლიბერალიზმი რატომ არის ყველასთვის კარგი? ჩემი ესეთი მარტივი საღი აზრის არგუმენტი მაქვს. პირველ რიგში, იმიტომ რომ ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ინდივიდუალური თავისუფლებების დაცვა. მათ შორის აზროვნების თავისუფლების დაცვა, სიტყვის ანუ გამოხატვის თავისუფლების დაცვა, აღმსარებლობის ანუ რწმენის თავისუფლების დაცვა, შეკრების თავისუფლების დაცვა, კერძო საკუთრების დაცვა. და თავის დროზე, როდესაც აი მე-18 საუკუნეში ლიბერალიზმმა ჩამოყალიბება დაიწყო და შემდეგ მე-19 საუკუნეშიც იგი მიმართული იყო მონარქიული და ფეოდალური ძალაუფლების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ რა დღეში აგდებდნენ ფეოდალები და ბატონები ხმებს. ხო, თუნდაც აი ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობები რო გავხსენოთ, ან დანიელ ჭონქაძეს ურამის ციხე და ასე შემდეგ. ამიტომაც მე-19 საუკუნეში ლიბერალიზმი საკმაოდ პროგრესული იდეოლოგია იყო. დღესდღეობით ჩვენთან რატომღაც ესე ხდება ჩვენს სინამდვილეში და რატომღაც არა გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო ლიბერალიზმი გაუიგივდა მაინც და მაინც LGBT თემის უფლებების დაცვას. ეს მიმართულება შედის ლიბერალიზმის, ასე ვთქვათ, დიდ ხოლგაში, ანუ შეიძლება ადამიანები იყვნენ ლიბერალები და LGBT თემის უფლებების დასაცავად იბრძოდნენ თავისთავად, მაგრამ ლიბერალიზმი არ უდრის LGBT თემის უფლებების დაცვას. ლიბერალიზმი ყველა ადამიანის უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. იქნება ეს დაუშვათ ქრისტიანი მართლმადიდებელი, იქნება ეს მუსლიმი, იქნება ეს მუშა და ეს მიმართულება თუ რა მიმართულებას აიღებს ლიბერალიზმი, გარკვეული კულტურული ტენდენციებით არის განპირობებული. ჩვენთან ასევე ხშირად გაიგებთ იმას, რომ რატომ არ არის დაცული უმრავლესობის უფლებები. აი ესეთი რაღაც ამ სასაცილო არგუმენტით ცდილობენ ლიბერალიზმის უკუგდებას. ის რომ უმრავლესობის უფლებები არ არის დაცული თუ ვერ არის დაცული და უმცირესობების უფლებები არის დაცული თუ ვერ არის დაცული, ეს არის საკითხის სხვა სიბრტყეში გადატანა. თვითონ ლიბერალიზმი ამასთან კავშირში არ არის. ლიბერალიზმი არის ის იდეოლოგია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ყველა ადამიანის უფლებები დაიცვას. და ის არის საჭირო პირველ რიგში იმისთვის, რომ მათ შორის განსხვავებული იდეოლოგიის ადამიანიც, რომელიც დღეს უმრავლესობაშია,
ხვალ ხომ შეიძლება ის უმცირესობაში მოექცეს, ხვალ რა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც პოლიტიკური ვითარება შეიცვლება, მისი უფლებებიც ხომ გახდება დასაცავი რაღაც მომენტში. და ის სწორედ იმიტომ, რომ დღეს ვინც უმრავლესობაშია, ხვალ და ზეგ, როცა ის უმცირესობაში გახდება, მისი უფლებები არ შეილახოს, აქ არის ლიბერალიზმი ერთ-ერთი მთავარი და წამყვანი იდეოლოგია და ჩემი აზრით ამ კუთხით არის მისი საჭიროება. ლიბერალიზმი არის ის ამოსავალი ბირთვი, თუ კი აი წარმოვიდგენთ ხალხს, რომელსაც ესეთი შრეები და ფენები აქვს, რომელიც ჩემი აზრით სამოქალაქო საზოგადოებაში ადამიანთა არსებობას უზრუნველყოფს. იმიტომ რომ ყველას გვჭირდება გამოხატვის თავისუფლება, ყველას გვჭირდება შეკრების თავისუფლება, ყველას გვჭირდება ჩვენი კერძო საკუთრების დაცვა. რა განსხვავებული ინტერპრეტაცია მიეცემა ამას სხვადასხვა ლიბერალურ სკოლაში, ეს უკვე ცალკე საკითხია. თუმცა თვითონ ის, რომ ლიბერალიზმი არის ერთ-ერთი სერიოზული იდეოლოგია და მისი აბუჩა დაგდება არ შეიძლება, ჩემთვის არის ეჭვგარესი და ეჭვოური. ეხლა, რაც შეეხება ლიბერტარიანიზმს, და აქ მცირე განსხვავება გავაკეთებ. ლიბერტარიანიზმი ლიბერალიზმის წიაღში აღმოცენებული იდეოლოგია, შეიძლება ასე დავარქვათ, თუმცა ის უფრო შედარებით რადიკალურია. მაგალითად, თუ კი ლიბერალიზმი სახელმწიფოს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას უშვებს გარკვეული დოზით, ლიბერტარიანიზმი ამას კაცრად უპირისპირდება. თუ კი ლიბერალიზმისთვის პოზიტიური თავისუფლების იდეალი მისაღებია, ლიბერტარიანიზმი უფრო ნეგატიური თავისუფლების იდეალისკენ იხრება. რას ნიშნავს ეს პოზიტიური და ნეგატიური თავისუფლება? ნეგატიური თავისუფლება არის თავისუფლება რაღაცისგან, თავისუფლება, როდესაც ჩემ საქმეში არავინ ერევა. და ლიბერტარიანიზმი უფრო მიდრეკილია იმისკენ, რომ თქვას, რომ სახელმწიფო არავინ არ უნდა ჩაერიოს ჩვენს ინდივიდუალურ თავისუფლებაში. და პოზიტიური თავისუფლება შეიძლება გამარტოთ როგორც თავისუფლება რაღაცისთვის. მაგალითად, არა მხოლოდ იმაზე გავჩერდე, რომ ჩემს საქმეში არავინ არ ჩაერევა, არამედ აქტიური წვლილი შევიტანო საზოგადოების განვითარებაში, გამოვხატო ჩემი კრიტიკული აზრი. ამისათვის საჭიროა განათლება, განათლებაში კი სახელმწიფომ უნდა შემიწყოს ხელი. ანუ ლიბერალიზმი უფრო მიდრეკილია იმისკენ, რომ ხელი შეუწყოს აი პოზიტიური თავისუფლების იდეალის განვითარებას. ხოლო ლიბერტარიანელები უფრო ცდილობენ, მოდი ცოტა შეიძლება ისე ჟღერდეს, მაგრამ უფრო ეგოისტური მომენტი გამოიკვეთება, ოღონდ აქ ცუდი აზრით არ ვიყენებ. როდესაც არავინ არ ერევა ჩემს საქმეში და მე თვითონ გავკარგავ ჩემს საქმიანობას. ამიტომ ლიბერტარიანიზმი კიდევ სხვა მიმართულება არის, ხოლო ლიბერალიზმი კიდევ სხვა არის. და მისი დაარსების შემდეგ ლიბერალიზმმა ძალიან დიდი ევოლუცია განიცადა. ევოლუცია რადგან ვახსენე, ასევე ერთ-ერთი მომენტსაც, ერთ-ერთ ასპექტსაც მინდა გავუსვა ხაზი. ლიბერალიზმი მხარს უჭერს ევოლუციას, ანუ რაღაცის რეფორმების ან ცვლილებების თანდათანობით გატარებას და არა რევოლუციურ, ანუ სწრაფ და უეცარ და გარდამტეხ ცვლილებებს. ესეც არის ერთ-ერთი მახასიათებელი ლიბერალიზმისა, რაც მას გამოარჩევს სხვა იდეოლოგიებისგან. ეხლა ჩემი მიზანი ამ ძალიან მოკლე 10 წუთიან ვიდეოში ეს არ იყო, რომ ლიბერალიზმის სრულყოფილი ახსნა შემოგთავაზოთ, უბრალოდ იმის ხაზგასმა და იმის ჩვენება არის, რომ ლიბერალიზმი არ არის ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება მომნათლოთ მაგალითად ლიბერალურ ფაშიზმს. რას ნიშნავს ლიბერალური ფაშიზმი? ეს ტერმინი არის დაახლოებით ისეთივე რაღაც, როგორც მრგვალი კვადრატი. ცნობილი ისეთი ლოგიკური წინააღმდეგობა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მრგვალი კვადრატი. არ შეიძლება ეგეთი რაღაც წარმოდგენა, იმიტომ რომ თუ კი წრე გვაქვს ის არ არის კვადრატი და თუ კი კვადრატია ის მრგვალი არ არის. ასევე ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს. ეს გამოთქმა არის შინაარსმოკლებული. რომ თუ ადამიანი არის ლიბერალი, ის არ არის ფაშისტი, და თუ არის ფაშისტი, მაშინ ის ვერ იქნება ლიბერალი. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე უნდა იყოს. რაც შეეხება ტერმინ ლიბერალს, ის საერთოდ ისეთი ემოციური აგდებითი და სალანძღავი ის არის, რა ქვია, კონტექსტიდან შემოტანილი, რომ ასე უბრალოდ სერიოზული მსჯელობის წარმართვაც კი მე შეუძლებლად მიმაჩნია. შესაბამისად, ამ მოკლე ვიდეოს მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ლიბერალიზმის უკან განა საკმაოდ სერიოზული ფიგურები, ლიბერალიზმი ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეოლოგია, მისი ერთ-ერთი მთავარი მომენტი არის აზროვნების და გამოხატვის თავისუფლება, ეს ბირთვი, რაც მას ჰქონდა მე-18 და მე-19 საუკუნეებში. და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებები და განვითარება, ან მისი რაღაც ვერსიები ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ლიბერალიზმი ვაქციოთ რაღაც ჩვრად, რომელსაც ყველაფერს შევახოცავთ. გადავაქციოთ ის რაღაც აბუჩა დაგდების და ლანძღვა გინების და განკითების საქმე. ამით მე ვფიქრობ, ადამიანები უფრო საკუთარ უვიცობას და გაუთვითცნობიერებლობას, ან უკიდურეს შემთხვევაში ძალიან დიდ მიკერძოებულობას ამჟღავნებენ. და რეალურად ეს ამას არაფერს ლიბერალიზმთან საერთოდ შეხება არ აქვს. მოკლედ ეს არის მოკლე ვიდეოს მიზანი, არ ვიცი რამდენად მივახცე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამაზე დაფიქრება ღირს. ეს ვიდეო შემოთავაზებული არის მენტორიცის ფარგლებში
მენტორიც ეს არის თქვენი მეგზური ცოდნის სამყაროში, ეს არის ონლაინ კურსები, თქვენთვის აქ არის ონლაინ კურსები განათლების ფილოსოფიის, პოლიტიკური ფილოსოფიის შესახებ, ასევე თვისებრივი კვლევის მეთოდების შესახებ, უმაღლეს განათლებაში ციფრული სიმულაციების და თამაშების გამოყენების შესახებ, სამეცნიერო სივრცეში დაფინანსების მოპოვების შესახებ და ასე შემდეგ. მოკლედ, ამით მე ვrთავ გაზიარების რეჟიმს და გამშვიდობებით მოვალ შეხვედრამდე.